მოგესალმებით მეგობრებო. ეთო გამეხმაურა ჩემს ვიდეოს, სადაც სიზმარზე ვსაუბრობ და ამბობს, რომ ტყუილია, რატო ეჭვის თვალით? მამა როცა მესიზმრება, სულ რაღაცას მართხილებს და სულ მეხმარება. ანალოგიურად ძალიან ბევრმა დაწერა, რომ მე მენატრება შვილი რომ ვნახო, მე მენატრება ქმარი ვნახო. არაფერი საწინააღმდეგო ამის არ მაქვს. მე უბრალოდ გიზიარებთ საეკლესიო სწავლებას. ძველაღთმაში წმინდა იოსები ხედავდა სიზმარს და სიზმრებსაც ხსნიდა. ფარაონს აუხსნა სიზმარი, ციხეში როცა იჯდა, იქ ახსნა სიზმარი, პოტიფარმა როდესაც ჩასვა და მესიზმრეც კი სიზმრების ამხსნელი შეარქვეს. ასე იყო აბრაამსაც ეცხადებოდა ღმერთის სიზმრის საულჩვენებაში, იოსებს ახალაღთმაში გამოეცხადა და ასე შემდეგ. გვაქვს მაგალითები, მაგრამ წმინდა მამები რას გვეუბნებიან, რომ არის სიფრთხილე საჭირო და რატო? ერთის მხრივ წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ძველი აღთქმის პატრიარქები იმდენად უწმინდესი ადამიანები იყვნენ, მათ ღმერთი პირდაპირ ეუბნებოდა სათქმელს და თუ არ ღებულობდნენ 100-ჯერ გამოეცხადებოდა, ხომ? გაეკეთებინათ და აღესრულებინათ ის, რასაც უფალი ავალებდა. მეორეს მხრივ არსებობს ბოროტი ძალა. ადამიანს არ შეუძლია, როდესაც გარდაიცვლება, ღვთის გარეშე ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ესე მოგზაურობა, ანუ ქვეყნად, ან ფიქრებში და აზრებში გამოუჩნდეს ადამიანებს. ამიტომ ამბობდნენ, რომ უფრო სავარაუდოა, რომ ვინაიდან ჩვენი სენსიტიური მიდგომა იცის ადამიანებისადმი ეშმაკმა, ეს ეშმაკს შეუძლია ნებისმიერი სახე მიიღოს და გამოგვეცხადოს, თუნდაც სიზმრისეულად და ჩვენ გვეგონოს ის ჩვენი ახლობელი და დავიკმაყოფილოთ ამით. მერე დავიწყოთ იმის გაკეთება, რაც სიზმარში გვეჩვენა ნელ-ნელა ეტაპობრივად ამის დაჭერება. და რა არის ამის საშიშროება? ბევრ წმინდა მამას ქონია მსგავსი, როდესაც მათ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ამა თუ იმ წმინდანებისადმი, თავიდან ლოცვაშიც, როცა ლოცულობდნენ, მაღლდებოდნენ ჰაერში, ცხადადაც კი არა მხოლოდ სიზმარში, გამოცხადებითაც. მერე უბრძანებდა ეს ანგელოზი თითქოს გადამხტარიყო და რამდენიმე გადაჩეხილა და მომკვდარა, რომ უთხრა, რომ შენ ახლა ფრენა შეგიძლია როგორც ანგელოზს და მოატყუა, რა თქმა უნდა. ერთ მთლად ხელი მოაჭრევინა. უთხრა, რომ შენი ხელი, შენ უკვე იმდენად დიდი წმინდანი ხარო, მოიჭერიო ხელიო და მიუტანეო საძმოს, რომ თაყვანისცენო. მართლაც გააკეთა. და რა თქმა უნდა, ეს მართალი არისო. და კიდევ უკიდურეს ეს სამი მაგალითი კლასიკური მომყავს. ბოდიში ამისთვის, მაგრამ ერთმა ანგელოზის სახით ეშმაკმა უთხრა ერთ წმინდანს, მე წმინდანი გახდა ისიც, მაგრამ სანამ მოხიბლულ მდგომარეობაში იყო შეცდა ისიც და ეშმაკმა უთხრა, ანუ ანგელოზის სახით მიღებულმა, რომ შენო იმდენად წმინდა სხეული გაქვს, შენი შარდიც კი შეიძლება როგორც ნაკურთხი წყალი დაალევინო სხვა ადამიანებსო, წარმოიდგინე და ეს ამბანურ პატერიკში არის მოთხრობილი. მართლა გააკეთა, აძალებდა ძმებს, მაგრამ იმადმა დაიჭირა, შენ გიჟი ხარო, ხო და რა თქმა უნდა მკურნალობა დაუწყეს და მე გამოსწორდა. ასეთ მდგომარეობამდე შეიძლება ადამიანი მიიყვანოს ეს სიზმრების უაპელაციო დაჭერება. და მესამე, როდესაც შთაბეჭდილებებით ადამიანს ეს იზმრება, რაზეც ბევრს ფიქრობს, არც ესაა გამორიცხული ხა შულზე რო ფიქრობ, უბრალოდ აგესიზმროს. რაცა ფანტაზიებით ადამიანმა ეს ფიქრები სულის ფიქრებში გადაიტანოს და დაესიზმროს, ეს ნორმალურია. თუმცა ვინაიდან ჩვენ ვერ ვარჩევთ, რომელია ღვთისგან, რომელია ეშმაკისგან, რომელია შთაბეჭდილებებისგან, ამიტომ გვირჩევენ წმინდა მამები თავი შევიკავოთ. არჩევანი თქვენზეა, ღმერთმა დაგლოცეთ.